დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 1 თებერვალია უყურებთ კურიერს 8 საათზე. პირველი დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ. ორად გაყოფილ პარტიაში დაპირისპირების მიზეზი სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადება გახდა. ინიციატივას ნიგა მელიას მხარდამჭერები პოპულისტურად აფასებენ და პარტიის თავმჯდომარეს მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ ბრალდებებს უყენებენ ოპონენტებს ხაბეიშვილის მომხრეები. აქტიური პირები, რომელმაც გადაწყვიტეს ჩასაფრებული პოზიციიდან კენჭების სროლა, ეს მინიმუმ პასუხისმგებლობაა და მაქსიმუმ უპატივცემულობა იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილს მისცეს ხმა და დაუჭირეს ნაციონალურ მოძრაობაში რევოლუციურ ცვლილების მხარი. როდესაც აბსოლუტური უმრავლესობით 50%-ზე მეტით ერთი კანდიდატი გაიმარჯვებს, მისი გუნდით კომპლექტება საპასუხისმგებლო მიმართულებები და ეს ნორმალური პროცესია ყველა პარტიაში, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში. რაც შეეხება საერთო ბრძოლას, ეს ადამიანები რჩებიან ერთი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად და წევრებად. ჩვენ მათ განვიხილავთ როგორც მთავარ პარტნიორებს და ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ პარტიის და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება უნდა შეთანხმებული იყო პოლიტიკურ საბჭოსთან. ჩვენ გვყავს საპარლამენტო დეპუტაციაში თუ საკრებულოში ადამიანები, რომლებიც პროტესტის ამ ფორმის სურვილს დიდი ხანია გამოთქვამენ და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო, ასე ვთქვათ, ზეპირი განცხადება, რომელსაც შემდგომში მოყვა გარკვეული რეაქციები. გვერდს ვერ აუვლი ისეთ მოქმედებებს და ისეთ განცხადებებს, რომელსაც არა თუ არ მივასალმები, უბრალოდ სერიოზულად არ ვუყურებ. და ეს რო იყოს დაუშვათ რიგითი წევრის განცხადება, შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ მეგობრებო, თავმჯდომარედ არის არჩეული ლევანი და შესაბამისად მეტი დაფიქრება ჭირდება თითოეულ განცხადებას და მეტი ფიქრი ჭირდება თითოეულ მოქმედებას. ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები, ოღონდ ისეთ პროცესებში, რომელიც რეალისტურია, ისეთ პროცესებში, რომელიც რეზულტატზეა ორიენტირებული, ახლა მაპატიეთ, მაგრამ ახლა პოპულისტურ გამოხტომებში ახლა მონაწილეობას ვერ მივიღებ. ნულოვანი პარტია თვითლიკვიდაციის რეჟიმში რეალობის არაადეკვატური აღქმას აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს და ახალი თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს. უმრავლესობის განმარტებით პარტიაში დღეს არსებული სიტუაცია იმ აბსურდული პოლიტიკის შედეგია, რის გამოც შიდაპარტიული დაპირისპირება დაიწყო. შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ახალმა თავმჯდომარემ გუშინ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სანაცვლოდ კი განაცხადა, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში მანდატებს დატოვებენ. უფრო მეტიც ისინი მზად არიან დათმონ პარტიის ცენტრალური ოფისიც. ეს არის შედეგი სწორედ იმ, ასე ვთქვათ, აბსურდული პოლიტიკისა, რის გამოც დაიწყეს შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში ერთმანეთთან დაპირისპირება და ეხლა ეს დაპირისპირება უკვე ხაბეიშვილის პირით აი ესეთ პოლიტიკური გზავნილებით ცხადდება, რომელსაც არანაირი რეალური შედეგი არ შეიძლება გქონდეს ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მიმართებაში. ბინძური შიქტავსი, რომელიც როგორც მორალური პოლიტიკური ნებისმიერი მიმართულებით ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, ამ მოძრაობას დიდი ხნის არსებობის საშუალებას თვითონ არ აძლევს. ანუ ეს რეალურად თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების რეჟიმში ყოფი პოლიტიკური დაჯგუფება. აშკარად დაკარგული აქვს სწორად აღქმის უნარი. პირველი რომ აი ნულიდან დავიწყოთ, ნულს არ გაშორებია მაინდა-მაინც ეს ხალხი და ეს პოლიტიკური გუნდი, ეს ერთი. მეორე რომ როდესაც თავაზობ ვინმეს რამეს, ეს სერიოზულად განსახილულად მაინც ხო უნდა იყოს რაღაცა ღირებული, არა ვის რა თუნდა ხარმათი ოფისი ან რაიმე სხვა. მოკლედ არასწორად აყალიბებენ საკუთარ პირობებს, დამოკიდებულებებს, განცხადებებს. აღარ აქვს უბრალოდ დღეს ის გავლენა და ის მასშტაბი ამ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ ამბიცია ჰქონდეს მათზე გავლენის მქონე ფაქტორების გამო ქვეყნისთვის რაღაცა ტექტონიკური ძვრების მოხდენას. ექსპერტები გამოიკითხებიან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე. მოსამართლე ექს-პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების შესახებ საკითხს განეხილავს. სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღესვე ისინი კონკრეტულ შუამდგომლობას წარადგენენ, თუმცა სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ასახელებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოსამართლე მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დაიკითხებიან ცენტრი ემპათიის გაჩენილი ექსპერტები, რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, იმათაც ყავთ მოწმეები, სამხარაულის ექსპერტები და კიდევ გვექნება გარკვეული ტიპის შუამდგომლობები. ის დაავადებები, რაც მას აქვს, ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ასეთ შემთხვევაში ჩვენი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა და ვიწრო პარტიული ინტერესით განპირობებული უსარგებლო ბრალდებებია სეხმიანება კულტურის სამინისტრო ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებულ დასკვნას. გამოქვეყნებულ განცხადებაში უწყება ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უწყება სათავეში თია წულუკიანი ჩაუდგა კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი სამინისტროს პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება და მიზნისთვის იყენებს გელათის კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარებას. ასევე სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს გაითვალისწინოს ყველა კონკრეტული წინადადება უკეთესი საკონსერვაციო მეთოდოლოგიის შესახებ და რა ვიწრო პარტიული ინტერესით განპირობებული უსარგებლო ბრალდებები. კრიტიკულ დასკვნაში, რომელიც კვლევითმა ცენტრმა 2 დღის წინ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ გელათის მონასტერში კონსერვაციის პრობლემებია და შეუსრულებელია იუნესკოს მოთხოვნები. და ბოლო ამბები უკრაინიდან, სადაც კვლავ მძიმე ბრძოლებია რუსული ჯარის მიერ ბახმუთში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის 12 წლის მოზარდია. რუსმა ძალებმა ცეცხლის სუმის ოლქში 5 დასახლებასაც გაუხსნეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დააჭრილებიც. სხვადასხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ეხება უკრაინის დახმარებას. შეერთებული შტატები ახალ $2 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს, რომელშიც სავარაუდოდ პირველად შევა 150 კილომეტრამდე რადიუსის რაკეტებიც. ამავე დროს საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცას სეზარს გადასცემს. მოკავშირეები ამ ეტაპზე კვლავ თავს იკავებენ უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებისგან. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, აპრილისთვის გადაიდო. ამ შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლარი ავრცელებს. მოგვიწია ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადება, თუმცა ჩართულობისთვის მზად ვართ, წერს კლარი ტვიტერზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები ადასტურებენ კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ყველა მონაწილესთან, როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით. ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში. და ბოლოს სუამინდობის გამო გუდაური კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ეს იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ.